მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება და დღეს სტუმრად ყავს არაჩვეულებრივი არტისტი ლევან ქათამაძე. როგორ ახლა? რამიშოს პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. ისი მადლობა შენ პირიქით. მოდი დავიწყოთ იქედან რომ შენ გყავხარ წარმოდგენილი როგორც მულტიინსტრუმენტალისტი. შეიძლება ესეც ითქვას არა? კი. სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებ იმისთვის რომ სეტი შეიკრას. კი, ანუ რამდენიმე ინსტრუმენტს ვფლობ. თუმცა არ გონია რომ მათ ძალიან ვირტუოზულად ვფლობ, თუმცა მე რისთვისაც მადგება, მგონია რომ შენ რაც ჭირდება ყოველ შემთხვევაში სავსებით კი, სრულიად. სრულიად მაყოფილი ხარ, გამოგადგება. ყოველთვის გაუმჯობესება მინდა და თან ვაუმჯობესებ, რა თქმა უნდა. რეპეტიციებით, ვარჯიშებით, ეს მომისაც იხვეწება ეგეც. მშვენიერი. როგორ აგებ სეტს? აი როგორ აწყობ? რა არის ინსპირაცია შენ? ძირითადად ალბათ არის დამოკიდებული თვითონ ადგილიდან გამომდინარე, სადაც მაგალითად უნდა დაუკრა. უბრალოდ მინდა რომ აი მაგ ადგილის სპეციფიკა რაღაცნაირად გავითავისო, წარმოვიდგინო როგორი იქნება. და მაქედან გამომდინარე მე ვცდილობ რომ აი რა ემოციებიც წამოიღო ამ წარმოდგენამ მაქედან გამომდინარე ავაწყო. შენ გაქვს შენი გამზადებული საავტორო შეიძლება ესე ითქვას შემოქმედება თუ იყენებ როდესაც DJ-ის სტატუსით ხარ მაშინ უკვე რა თქმა უნდა ისინი ხო სხვა მუსიკა. ესე იგი ნახე როცა DJ სეტებს უკრავ მაშინ ძირითადად უფრო ჩემით რაც მოგძებნი, ანუ digging-ს რასაც ეძახიან რა. და თუ live-ს უკრავ, live-ის დროს სრულიად ჩემი მუსიკა. მაგალითად, საათნახევრიანი სეტის დროს მთლიანად თითოეული დეტალი არის ჩემით ჩაწერილი და მე დამუშავებული და მუსიკად გამოცემული. არის ტექსტები შენს შემოქმედებაში? აი, ბოლო ალბომი იყო, რომელსაც ქვია Presence, ანუ აწყო. და მაგ ალბომში პირველად ჩავსვი სიტყვები. მანამდე იყო უბრალოდ ვოკალის პასაჟები გამოყენებული, რომელიც აი ოდნავ გავს რაღაცა ქართულ ხალხურ ბანის აღებას მაგალითად და მაგაზე რომ რაღაცები ზემოდან შენდება. ეს არის ბასის ფუნქციას ასრულებს, ხო? ხო, ბასის. თუ დამატებითია. და ზემოდან მე რაღაცებს აშენებ რა. მაგალითად იგივენაირად სიტყვები არა, თუმცა ისევ რაღაცა პასაჟებით აშენებ რაღაცა ხაზებს ვოკალის რა. და ქონია შემოქმედებაში თქვა გამოყენებული ქართული მოტივები, თქვა. აი ხალხური რაღაც სემპლად გამოყენებული ესე თქვა. სემპლად როგორც ასეთი არასდროს არ გამომიყენებია, თუმცა აი ქართული რითმები, აი ტრიოლებში მაგალითად რაც არის ხოლმე, მაგას ხშირად ვიყენებ და ეგეთ ჟღერადობებს უბრალოდ ვეძებ ბუნებრივად. აი მაგალითად ერთი შემთხვევა იყო წინა წელს ვუკრავდი შვეიცარიაში ფესტივალზე და სანამ მივიდოდი მაგ ადგილამდე რაღაც ექსკავატორზე უნდა ავსულიყავი რა და ამ ექსკავატორს ჰქონდა რაღაცა ძალიან ქართული რითმული ტრიოლების ხმა და ეგეთ ხმას ვეძებდი რა დიდი ხანი და ამ ექსკავატორზე მე ერთი 4-ჯერ 5-ჯერ მაინც ჩავიარე რა იმიტომ რომ უბრალოდ ხმას ვიწერდი და თან ჩამწერიც თან ჰქონდა უბრალოდ იქაური დიქტოფონზე იწერდი თუ მიკროფონით რა დიქტოფონზე იწერდი თუ მიკროფონით? ის მაქვს რეკორდერი მაქვს რა, ჩემი ხმის ჩამწერი. და ეგ ყველგან დამაქვს ხოლმე როგორც წესი და ყველაფერს ვიწერ. უბრალოდ იქ ვინც მუშაობდა ხალხი ძალიან გაკვირვებულად მიყურებენ, იმიტომ რომ რაღაც წრეზე რომ ადიხარ, ჩადიხარ. ხო, რამდენი არსად რო არ მიდიხარ. ხო, რა, რაღაცა ეგეთი. გამოგადგა ესე იგი. კი, ეგ გამოვიყენე ბოლო ალბომში რა და მანდ ეგ ტრიოლების თუ აი მოქართულო რაღაც ელემენტიც ამ რითმით იქნება. სულ რამდენი ალბომი გაქვს? ესე იგი ორი დიდი ალბომი გამოაქვეყნე. პირველი ალბომი იყო 2021 წელს, ქვია ერი მადლიერი. და მეორე გამოაქვეყნე 1 წლის წინ მიახლოებით. და ასევე არის ესე 5 EP ალბომები. რამდენიმე რემიქსიც მაქვს სხვადასხვა უცხოელ არტისტებთან. ახლაც გამოდის ერთ კვირაში ბრიტანელი არტისტი არის და ერთად მუშაობდით მაგალითად. ვაა, მშვენიერი. როგორ მოხდა დაკავშირება შენი უცხოელ არტისტებთან და უცხოეთთან ზოგადად? ალბათ უფრო აი სოციმედიით მოხდა. იმიტომ რომ როცა
რაღაც სეტს ვადგენ, ან მინდა რომ ახალ მუსიკას მოусმინო, სხვადასხვა ვებგვერდებზე შევდივარ და უბრალოდ ძალიან ბევრ რამეს უსმენ და რაც მომწონს, ან ვინც მომწონს, შეიძლება მთელი კვირა უსმენდე და მე რაღაცა გულწრფელად ამოხეთქავს და დიდ ტექსტს მივწერ რა, რომ აი ძალიან მომეწონა მეთქი და აღონდა აი მაქსიმალურად გულწრფელად ხდება და იმის მერე რაღაცა ეგრე შეთამაშდა რა, მოკლედ ჩვენი ანუ ის რო პროდიუსერი და მენეჯერი და ვიღაც სხვა გეხმარება ესეთი თანამშრომლობა არა გაქვს. არა, ეგრე ნაკლებად. ანუ არიან მაგალითად ლეიბლები, რომლებზეც მიქვეყნება მუსიკა. თუმცა აი ის რომ მოიფიქრო, ვისთან გააკეთო, როგორ გააკეთო, მაგ მიმართულებაში ანუ ყველანაირად თავისუფლება მაქვს და ანუ თავისუფლება ძალიან ვაფასებ ამ ანუ ასეთ მომენტში მგონია ძალიან მნიშვნელოვანია. სად გიწევს ხოლმე გამოსვლა ლაივების გაკეთება? აი აქ ჩვენთან თქვა. ჩვენთან მაგალითად მონოჰოლში ჯერ ჩვენთან თქვა და მე გადავინაცვლოთ სხვა. ჩვენთან მაგალითად აი აქვე დედაენის ბართან ვართ და დედაენის ბარში მქონია არაერთხელ ლაივები. არის მონოჰოლშიც ასევე. პრინციპში თითქმის ყველა სივრცეში გარდა რაღაცა ძალიან underground კლუბების გამორიცხვით ესე ვთქვა. თითქმის ყველგან და საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ ესე 8 ქვეყანაში მაინც დამიკრავს. თან ძირითადად ანუ ამაში ანუ საზღვარგარეთ გამოსვლაში მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ ანუ მიახლოებით 2 წელი ამსტერდამში ცხოვრობდი. და იქ ძალიან ბევრი კონტაქტი გავიჩინე. ხო, ანუ ამსტერდამში მაგალითად პარადისო ქვია სივრცეს. ამზაფხულში დაუკარი, ანუ ზუსტად მაგ სცენაზე ლედ ზეპელინს ჰქონდათ დაკრული, ზუსტად მაგ სცენაზე დევიდ ბოვის ჰქონდა დაკრული და ამას პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ელექტრონული მუსიკის განხრით როგორი შეგრძნება იყო? როგორი ემოციები ჰქონდა? ანუ თან სიხარული იყო დიდი, მაგრამ ალბათ ნერვიულობა. თან ღელვაც იყო რა. მე ვიტყოდი ალბათ აი ყველაზე მაგარი გამოსვლა მან არ მქონია თქო ეგრე. ანუ ცოტა ღელვიდან გამომდინარე, ნუ პირველი 15 წუთი ეგ შესამჩნევი იყო და მე რაღაც ძალიან კარგად გაიხსნა და იდეალურად წავიდა, კი. ჩვენი. როგორ შეაფასებდი თქვა აი აუდიტორიას, პუბლიკას ჩვენთან და სხვადასხვა ქვეყნებში საზღვარგარეთ? ჩვენთან გონია რომ კომუნიკაციის და აი ეს სიახლოვის სიხშირე როგორია? ჩვენთან გონია რომ თვითონ სმენელს ძალიან კარგი გემოვნება აქვს. და მგონია ეს ზოგადად არის გამოწვეული იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ქართველები ცოტანი ვარ, ზოგადად ბევრი ნიჭი არის ჩვენთან დაბადებული საქართველოში და ეს მგონი თვითონ მსმენელსაც ეტყობა. ეს ანუ ამ გარემოში, როდესაც იზრდება და ესმის ასეთი კარგი გემოვნებიანი ნიჭიერი ხალხისგან გაკეთებული ჟღერადობები. უცხოეთში მე მგონია რომ მეტად ეს მუსიკალური სფერო თან ახლა ჰოლანდიაში ელექტრონული მუსიკის სფერო ანუ უფრო დიდი ხანია როგორც ინდუსტრია არსებობს, მაგალითად საქართველოსთან შედარებით. შესაბამისად, იქაური მსმენელი აი მეტად კრიტიკულია, მაგრამ აი იქ თუ ვინმეს მოეწონა, რასაც აკეთებ, აი სული და გული არ ენანებათ, შეიძლება თავისი საქმე გადადონ და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა არტისტი აი ძალიან ცნობილი ჯერ არ იყოს, მაგას შეიძლება თავისუფლად სხვა ქალაქშიც გაყვნენ. უბრალოდ რომ მოусმინონ, იმიტომ რომ ერთხელ მოусმინეს და მოეწონათ. აი ეგეთი მსმენელი არის იქ. უფრო რაღაც აი ლოიალურობა აქვს რა. აი ეს სეტი რომელიც შენ თქვი თქვა ინსტრუმენტებთან ერთად. მაგ პროექტით ეგეთი პროექტითაც გიწევს მოგზაურობა სხვა. თუ მაგით ეგ არის. ძირითადად უცხოეთში მიუწვევი ვარ ზუსტად მაგ ლაივ სეტებით რა. იმიტომ რომ თვითონ ეგ ლაივ სეტი, ნუ ძალიან განსხვავებული გამოდის, ასე ვთქვათ, DJ სეტებისგან, იმიტომ რომ DJ სეტი რადიკალურად სხვა არის, რასაც ვუკრავ, უფრო house მუსიკასთან ახლოს არის, ასე ვიტყოდი, house მუსიკას. ხო, აი ეგეც მინდოდა მეკითხა, რომ ვთქვათ, აი DJ სეტს როცა აწყობ, გავიგეთ, რომ ელექტრონულია, მაგრამ რომ რა მიმართულებით ვთქვათ. ხო, DJ სეტი ძირითადად ვიტყოდი, რომ არის house მუსიკასთან ახლოს, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კლასიკური house-ი, ცოტა acid ელემენტებით, ცოტა იტალოს ელემენტებით და ასევე DJ sets როდესაც ვუკრავ, აუცილებლად ჩემი პატარა drum machine-ი მაქვს. იმაზე წინასწარ რაღაცა სემპლებს ვიწერ, ან რაღაც ვოკალს, მაგალითად მეგობრების ვოკალი არის და
იქვე უბრალოდ გარემოს როგორც უხდება ამ რაღაც ელემენტებს ამ დრამაშინით ყოველთვის ვამატებ და მაგით დაკვრა დიდი სიამოვნებაა ჩემს. ვა, შენიერი. ანუ ჰიბრიდული DJ სეტი გამოდის, მხოლოდ DJ სეტი არ არის. აჰა. ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით დასასრულს, მაგრამ სანამ დავასრულებთ, მანამდე მინდა შენი მოსაზრება გავიგო იმასთან დაკავშირებით, თუ რას ისურვებდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უпростоრად იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რაღაც გაქვს ნანახი და მინიმუმ 8 ქვეყანა რაც გაიხსენე. ხო, აი რას ისურვებდი, რომ იყოს კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და რა არის საჭირო ამისთვის, რა საშუალებები იქნება საჭირო, რომ უფრო წინ წავიდეს, თქვათ, ის, რაზეც გული წყდება ან დანაკლისი გაქვს, ისი დეფიციტიც გაქვს. ესე იგი ერთი თემა ხო, რასაც ხშირად ვახსენებ ხოლმე მეგობრებთან. ეს არის ის, რომ მინდა რომ თვითონ ეს მუსიკალური სფერო, არა მარტო ელექტრონული, ზოგადად სფერო, ასევე სხვა ქალაქებშიც თანაბრად განვითარდეს, აი მაგას ვისურვებდი, რომ მაგალითად უმრავლესობა ამბების თბილისში არ ხდებოდეს. მინდა რომ აი ქუთაისში ძალიან ბევრი რამე ხდებოდეს, ბათუმში ძალიან ბევრი რამე ხდებოდეს და აი მაქსიმალურად ბევრი ქალაქი იყოს ამაში ჩართული. რადგანაც მგონია განვითარებისთვის ეგ მნიშვნელოვანია. აუცილებელია. აუცილებელია. ანუ არტისტებისთვისაც ეს საინტერესო იქნებოდა, რადგანაც აი მაგალითად თბილისში დაუკარი 2-3 ადგილას, რაღაც დიდ სივრცეებში, შემდეგ ბათუმში დაუკარი და აი ერთხელ ქუთაისში და იმის მერე ანუ თითქოს და ბევრი სივრცე არ არის სხვადასხვა ქალაქებში. თორემ თბილისში მგონია საკმარისი არის ნამდვილად და ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება. მესმის. კი, ზუსტად იგივე განსაგვაქვს ჩვენს ჩვეულებრივ ადამიანებს, მოქალაქეებს, არტისტებსაც, მუსიკოსებსაც და ასე შემდეგ. რა ვიცი, იმედია რომ სივრცეები აწი უფრო შეიქმნება ისეთი ბაზა რაღაცნაირი, რომელიც მიცემს რესურსს ხალხს იმისთვის, რომ გაიხსნას სივრცეები და გაკეთდეს. კი ბატონო. აი, რადგან უკვე დასასრულისკენ ვართ, დღეს მინდა ტელემაყურებელსაც მივმართო და რადიო მსმენელსაც უთხრა უბრალოდ, რომ დავაანონსოთ ერთი სიტყვით, დღეს რა იქნება, რას მოისმენენ, რა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ესე იგი, კომპოზიციას ქვია უსასრულოდ. და ეს არის პირველი კომპოზიცია, რომელიც მაქსიმალურად აკუსტიკური არის და ასევე პირველი, სადაც ლირიკაც სიტყვებიც არის ჩასული. ქართულად? ქართულად, კი. ვა, მშვენიერი, ესე იგი სურპრიზი. კი, ეგრე გამოდის. მშვენიერი. უნდა დაგემშვიდობო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ეს გადაცემა არის მუსოუნი და გვყავდა არაჩვეულებრივი არტისტი ლევან ქათამაძე და მოკლედ გიტოვებთ კომპოზიცია სახელწოდებით უსასრულოდ. კარგად ბრძანდებოდა, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს საინტერესო სტუმრებთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის. მადლობა შენ.
გასასრული